ჩვენ საუბრობთ ღმერთთან ერთობის წვერვალებზე. მაგრამ რაზე გინდათ გესაუბროთ თუ არა ამას? რაზე უნდა გესაუბროთ? ზნეობრივ საკითხებზე, რომელსაც შედეგი არ ექნება, ღმერთის გარეშე ჩვენ რაც ვართ, ისევ ისინი დავრჩებით. და ასე შემდეგ. უფრო დაბალ რანგზე რო ჩამოვიდე და სხვა რაღაცებზე ვისაუბროთ, პერიოდულად რა თქმა უნდა იმაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არის იძულებით ხოლმე, იძულებით ხანდახან ვიტყვი, რომ თქვა უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, ან მაგალითად უნდა ვიყოთ უანგარონი, უნდა გიყვარდეთ ეკლესია, თქვენი ტაძარი, სამრევლო ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენს გესაუბროთ, დისციპლინა უნდა გქონდეთ, ერთმანეთს ყურადღებას აქცევდეთ, გესმით, უნდა გაინტერესებდეთ რა ხდება, აი მაგალითად გადებული არ რკინა, აქ რატო არ არის გადებული, რა მოხდა? გესმით, რატო არ არის ამდენი ხანი გადებული თქვა რკინა სიტყვაზე, ხო? რა ხდება, იქ რა კეთდება, რა მდგომარეობაშია ტაძარი, გესმით? გვაინტერესებს ეს თუ არ გვაინტერესებს? ამ საკითხებზეც უნდა ვისაუბროთ. მაგრამ ამ საკითხებზე მხოლოდ მაშინ ვსაუბრობთ, როცა ხანდახან სხვა გზა არ არის, თორე სინამდვილეში ჩვენი სასაუბრო თემა ეს არ უნდა იყოს, სირცხვილია. ჩვენი სასაუბრო თემა მხოლოდ ის უნდა იყოს, რასაც ახლა მე თქვენ გესაუბრებით, ისაა კასურის მიხედვით. რომ ჩვენი საბოლოო მიზანი რა არის? ეს ყველაფერი დანარჩენი რას ემსახურება, გესმით? ამაზე დაწვრილმანება, ამაზე დროის დაკარგვა არ უნდა გვჭირდებოდეს, სამწუხაროდ გვჭირდება ხოლმე, მაგრამ არ უნდა გვჭირდებოდეს. ჩვენ მხოლოდ ერთზე უნდა ვიყოთ მობილიზებული, გესმით? მხოლოდ ერთზე. ამბიონიდან გულისხმობ, თორე ისე ბევრ ამაზე შეიძლება ვისაუბროთ, კაცო. ეს ადგილი, ამბიონი მხოლოდ ქრისტეს დიდების არის და არა სხვა არაფრის. და როცა როგორც კი ჩვენ ცოტა ჩამოვდივართ იმ წამსვე დროს ვკარგავთ, იმ ძვირფას დროს, რომელიც მხოლოდ ღვთის დიდებას ეკუთვნის, ევქარისტიის დროს, როდესაც ჩვენ ღმერთს ვადიდებთ და სულიწმინდა ღმერთი გარდამოდის, შეიძლება იქ სხვა რაღაცებზე კიდე ვისაუბროთ და სხვა თემები, სხვა ტიპის სათხოვარები წამოვწიოთ, ხო? უამრავი რამე აქვს ადამიანს პრობლემა. შეიძლება, არ შეიძლება. იქ მხოლოდ ის არის, რაც არის. რომ გარდამოვიდეს ღმერთი და პური და ღვინო შეიცვალოს ხორცსა და სისხლად. ასევე აქაც არაფერი არ შეიძლება აქ გარდა ამისა. გესმით, ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს, როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რაც თითქოს გონება მიუწვდომელია, მაგრამ ეს გონება მიუწვდომელი ჩვენი მიზანია. ჩვენ აქ ამისთვის ვართ მოსულები, სხვა არაფრისთვის.